უხერხულია ნამდვილად. ამას ბოლომდე მოვიძიებთ. სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ. ჯგუფი მე შევქმენი. ჩემი საქმეა იმაში დარწმუნება, რომ ყველაფერი კოორდინირებულია. ამ ამბავს ორი მხარე აქვს. პირველს, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის წევრების ჩატში ატლანტიკის მთავარი რედაქტორის მოხვედრას ეხება, გამოძიება მიხედავს, ამიტომ ჩვენ მეორეზე ვკონცენტრირდეთ და გავარკვიოთ, როგორ შეინარჩუნა კიბერთავდასხმების ეპოქაში სიგნალმა უსაფრთხოების ისეთი მასშტაბი, რომელიც ამერიკელ მაღალჩინოსნებსაც კი თავს დაცულად აგრძნობინებს და იმდენსაც აბედინებს, რომ მის სივრცეში საომარი თავდასხმის გეგმებიც განიხილონ. ამ კითხვაზე პასუხების ძიება 2015 წლის ამერიკაში იწყება. იმ დროსა და ადგილას როცა კრიპტოგრაფმა მოქსი მარლინსპაიკმა ორი დაშიფრული საკომუნიკაციო პლატფორმა TextSecure და Redphone გააერთიანა და საზოგადოებას ახალი აპლიკაცია სიგნალი წარუდგინა. 2018 წელს მარლინსპაიკმა WhatsApp-ის თანადამფუძნებელ ბრაიან აქტონთან ერთად დააარსა Signal Foundation-ი, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელმაც პასუხისმგებლობა სიგნალის განვითარებასა და მხარდაჭერაზე აიღო და დღემდე მისი ზედამხედველია. ფონდის საწყისი ინვესტიცია $50 მილიონი იყო, რომელიც პირადად აქტონმა გაიღო. ის დირექტორთა საბჭოსაც შეუერთდა იმ მიზნით, რომ შეექმნა რეალურად დაცული საკომუნიკაციო პლატფორმა. მას შემდეგ, რაც WhatsApp-ი Facebook-მა შეიძინა და ამ უკანასკნელთან უსაფრთხოების საკითხებზე უთანხმოების გამო აქტონმა კომპანია დატოვა. ის დღემდე Signal Messenger-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებს. აპლიკაცია მის კონკურენტ გიგანტებს, WhatsApp-სა და Messenger-ს მომხმარებელთა რაოდენობით მკვეთრად ჩამოუვარდება. მაშინ, როცა ისინი ყოველთვიურად მილიარდობით აქტიურ მომხმარებელს ითვლიან, Signal-ის შემთხვევაში ეს რიცხვი 40-დან 70 მილიონამდე მერყეობს. თუმცა, ის რაშიც აპლიკაციას ცალსახადაუპირობო უპირატესობა აქვს, უსაფრთხოება. ამ საზომით მასთან კონკურენციაში ჯერჯერობით ყველა დამარცხებულია. დაცულობის ოქროს სტანდარტს კი განაპირობებს ის, რომ სიგნალში კომუნიკაცია end-to-end-ითაა დაშიფრული, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ კომუნიკაციაში ჩართულ ადამიანებს შეუძლიათ შეტყობინების შინაარსის ნახვა და არ შეუძლიათ თვით მფლობელ კომპანიასაც კი. ეს დაცულობა სცილდება იმ ფაქტს, რომ თქვენი შეტყობინებები უბრალოდ დაშიფრულია. ასევე შეგიძლიათ წამზომის დაყენებით გარკვეული დროის შემდეგ გააქროთ კიდეც საკუთარი მესიჯები. ამას გარდა სიგნალი მომხმარებლებზე ვირტუალურად არანაირ მონაცემს არ აგროვებს. მას არ შეუძლია წვდომა შეტყობინებების ან ზარების შინაარსზე ჰქონდეს და ვერ ნახულობს სახელებს ამ პროფილის სურათებს, მისი კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და მხარდაჭერის გვერდის შესაბამისად. ერთადერთი მონაცემი, რომელსაც აფსაწვდით, არის თქვენი მობილურის ნომერი. თუ პოლიცია სიგნალს მომხმარებლის მონაცემების გაცემას თხოვს, იქ გულწრფელად ეტყვიან, რომ მსგავსი რამ არ აქვთ. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არ აგროვებს სიგნალი მონაცემებს, არის მისი არაკომერციული ხასიათი. ის მართულია ფონდის და არა დიდი ტექ კომპანიის მიერ, ამიტომ მას არ აქვს რეკლამები, შესაბამისად არც არანაირი ინტერესი თუ საფუძველი იმისთვის, რომ მომხმარებლები იკვლიოს. სანაცვლოდ აპლიკაცია გრანტებითა და კერძო ინვესტორების დაფინანსებით ოპერირებს. კომერციალიზაციისგან თავისუფლება, რომ უსაფრთხოების გარანტია ამას ერთი შედარებითი ანალიზიც მოწმობს. მაგალითად, Signal-იც და WhatsApp-იც end-to-end დაშიფვრის ერთსა და იმავე ტექნოლოგიას იყენებს, რაც ნიშნავს, რომ შეტყობინებებისა და ზარების კონტენტი WhatsApp-ზეც დაცულია. თუმცა, მეტა სხვა უამრავი ტიპის ინფორმაციასაც აგროვებს, როგორიცაა გამოყენების სტატისტიკა, მეტა მონაცემები და ასე შემდეგ, რაზეც უარისქმის საშუალება არ არის. ახლა Telegram-საც შევატაროთ, აპლიკაციას, რომელიც წლების წინ ბაზარზე უსაფრთხო მესენჯერის სტატუსით გამოჩნდა, აღმოჩნდა, რომ რეალურად საკმაოდ ბევრი ხარვეზი აქვს. Telegram-ზე შეტყობინებები by default არ არის end-to-end-ით დაშიფრული. ამას გარდა, კერძო ჯგუფების ზომა არის ულიმიტო, არაზომიერი და ამ ჯგუფებში ლინკით შეგიძლიათ გაწევრიანება, რაც ტოქსიკურ გარემოს ქმნის, მაგალითად ტერორიზმისა და პორნოგრაფიისთვის. მართალია არც სიგნალია დაკავებული კონტენტის მოდერირებით, თუმცა ჯგუფებს აქვთ ლიმიტი, მხოლოდ 1000 მომხმარებელი. შესაბამისად, კომუნიკაციაც ძირითადად იმ პირებს შორის არის, რომლებიც ერთმანეთს იცნობენ. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით პარალელურად კი რისკებისა და საფრთხეების ზრდის ფონზე სიგნალის პოპულარობა ბოლო წლებში გეომეტრიული პროგრესით იზრდება და ამერიკელი მაღალჩინოსნები რომ იქით იყოს, ჰაკერებისთვისაც კი დღეს ის მთავარი საკომუნიკაციო საშუალებაა.